მოგესალმებით, სტუმრებს მივესალმები. მინდა გითხრათ გულწრფელად, რომ ეს კანონი, რომელიც გასულ წელს მიიღო პარლამენტმა, ძალიან ნაყოფიერად მუშაობს, განსაკუთრებით ასე ვთქვათ, რეგიონებში, თუნდაც ვანში. ბატონო ომარ, ეხლა არ ვაპირებდი ამ თემის ასე ვთქვათ გაიმას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ვანში უკვე 26 კოოპერატივია რეგისტრირებული და აქედან მეორე დონის ერთი კოოპერატივია, საქართველოში სულ 5 მეორე დონის კოოპერატივია და შედეგი სახეზეა ბატონო ომარ, რომ ჩვენთან უკვე არის მეორე დონის კოოპერატივი. თვითონ ეს ცვლილებები მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ხელშეუწყობს კოოპერატიული მოძრაობის განვითარებას და მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რომ რამდენიმე ხნის წინ ბატონ დავით გალეგაშვილთან მინისტრის მოადგილეს ერთად მე გახდით დარჩელის კოოპერატივში, დარჩელის თხილში, სადაც ასე ვთქვათ 500-მდე ოჯახი არის ჩართული ამ სიკეთეში, რასაც ქვია შემოსავლების მიღება და ვფიქრობ, რომ აი ეს მიმართულება, რასაც ქვია ასეთი ფორმით კოოპერატივების განვითარება, აი ამ კანონის მიღების, ცვლილების მიღების შემდეგ კიდევ უფრო წარმატებული იქნება და მე მინდა ჩემი სახელით მხარდაჭერა აღითქვა და გისურვოთ ვთქვათ შემდეგი წარმატებები ამ კანონის მუშაობის პროცესში. დიდი მადლობა ბატონ დავით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე არსებობს მრავალი კოოპერატივი, რომელზეც წარმატებით ფუნქციონირებს და ჩვენი მეგობრები მთავრობიდან გვეუბნებიან, რომ ეს კიდევ უფრო განავითარებს ამ სფეროს, ალბათ საჭირო იქნება მხარი დაუჭიროთ. თანაც მე მინდა ახლა ცოტა ისე ხუმრობით, ნახევრად ხუმრობით გამოეხმაურო ჩემს კოლეგას ბატონ დავითს ვანში, რომ განვითარდაო ძალიან კოოპერატივები, ეს ბატონო მარტო თქვენი დამსახურება არ არის, ბატონი ომარის ბრალის არის, ტრანსპორტირება არ გაგიჭირდებათ იმ პროდუქციის გვერდზე პორტისაც მთავრდება უკეთ. ბატონ თამაზ, კომენტარის გარეშე.